გადაცემის წარმომადგენელია PSP. მოგესალმებათ ვანო შოუ პირველი იუმორისტული შოუ TV პირველზე. მინდა სოლიდარობა გამოუცხადოთ ჩვენი გუნდის წევრ ონის ეცხადაძეს, როგორც ყოველთვის ყველა გადაცემაში. ჟურნალისტ მზია ამაღლობელს და ყველა პოლიტპატიმარს ძვირფასო მეგობრებო, ამით ვიწყებ ყველა გადაცემას. თავისუფლებას უსურვებ ყველას და იმედს ვიტოვებ, რომ მთავრობა გაითვალისწინებს, ეგრეთ წოდებული მთავრობა გაითვალისწინებს ქართველი ხალხის და ჩვენი პარტნიორების მოთხოვნას. გადაცემას ვიწყებ ცენტრალური და ძალიან მძიმე თემით. 2 დღის წინ ოცნების ერთ-ერთმა სახემ თეა წულუკიანმა ევროსაბჭოს ასამბლეაზე ვიზიტისას გააკეთა განცხადება, რომ გუნდის გადაწყვეტილებით ისინი წყვეტენ ევროსაბჭოში მუშაობას. ანუ ძვირფასო ტელემაყურებლობო, კარგად მომისმენთ, ანუ ზურაბ ჟვანიამ, სადაც ისტორიული სიტყვა თქვა, მე ვარ ქართველი, მაშასა და მე ვარ ევროპელიო, აი მაქედან გადიან. ვერ გავიგე რა უნდათ. რას უპირებენ ამ ქვეყანას, რა აქვთ ჩაფიქრებული. ქართველი ხალხის ნაცვლად რატომ იღებენ გადაწყვეტილებას, მე ვერ ხვდები. ვინ არიან, რომ აი ამ 35 წლიან ნაწვალებს ესე ფეხქვეშ გვითელავენ. ამიტომ დროა მოვითხოვოთ რეჟიმის ტყვე საქართველოს გათავისუფლება. უკვე ყველანი ტყვეები ვართ ძვირფასო ტელემაყურებლები. ნუ ეს სერიოზულად მინდოდა რომ მეთქვა, ახლა ამაში ხუმრობას ვერ გაურევდი. საღამო მშვიდობისა ქართველებო, საღამო მშვიდობისა შუაშისტებო, საღამო მშვიდობისა გამპრავებლებო, საღამო მშვიდობისა თუ არ მოგვეწონა გადავირჩევთებო, საღამო მშვიდობისა რაღაც ხომ მაინც კეთდებებო, საღამო მშვიდობისა ევროპისკენ ამაყად ორ ფეხზე მდგარო ადამიანებო, ადექით აგვეხა ქვეყანა. რა გვინდოდა ოცნება, მაგრამ არ გაძღა 2012-ში კორუმპირებული პოლიტიკოსების მუცელი. მაგრამ მოვედი აქამდე. იქიდან მოყოლებული. მაგრამ ყოველ წელს ვიც ვიძახდით, თუ არ მოგვეწონა გადავირჩევთ, ეს ჩემი საყვარელი ფრაზა. წულუკიანმა და მიქანაძემ იფიქრეს, სანამ ევროსაბჭო მიიღებს რამე გადაწყვეტილებას ჩვენი დელეგაციის წინააღმდეგ, მოდი ჩვენ დავასწროთო და დაყენებული მკაცრი სახეებით გააკეთეს განცხადება, რომ ჩვენ გავდივართო იქიდან. ყოჩახ თეა წულუკიანს, ყოჩახ მიქანაძეს, ასეთი გამძლეობა, ასეთი სიმტკიცე, ასეთი დაყენებული სახეები ამხელა პანჩურის შემდეგ, რაც ევროსაბჭო ოცნებას ამოწყო, ყოჩახ მათ გამძლეობას მართლა, ძლიერი ხალხი ყოფილან. ყოჩახ, მათ მდგრადობას კიდე. სხდომის დაწყებამდე თეა წულუკიანი ძალიან დიდ გულზე იყო და კაცრი განცხადება გააკეთა მე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტს სალსახად უთხარიო, რომ არ მოხდება, არ ჩატარდება 2028 წლამდე ახალი საპარლამენტო არჩევნებიო. ეს გესმით ხალხო? ესე იგი, წულუკიანის კომენტარს უსმენთ რა თქვა, რომ 2028 წლამდეო საპარლამენტო არჩევნები არ ჩატარდებაო. ამი უტიფრობას უყურეთ ხალხო. თქვენ მართლა ხომ არ ფიქრობთ, რომ ქართული ოპოზიცია აქ არაფერს აკეთებს და მართლა რიგით ახალგაზრდებს შეატოვეს ეს პროცესები. გესმით ხალხო? 2028 წლამდე ახალი საპარლამენტო არჩევნები არ იქნებაო. მე მინდა ახლა ერთი განცხადება გავაკეთო მთელი ოპოზიციის სახელით. თეა წულუკიანო, ერთი რამე კარგად დაიმახსოვრე. 2028 წელიც აგერ მოვა და შენ მაგ სიტყვებს ინანებ. მთელი ოპოზიციის სახელით ინანებ მაგ სიტყვებს. აი ესეთი მკაცრი განცხადება გავაკეთე მე მართლა მთელი ოპოზიციის სახელით, რომ ინანებს ეს.
ერთი ინტელექტუალური კითხვა მინდა დაგისვათ, თუ გამოიცნობთ. ყურადღებით კითხვა. ვისი სიტყვებია წადი ფისი ქენი და დაიძინე. A. სტაიანშიკი ჟორა. B. ჩემი უბნელი ზურიკო. G. ციხეზე ზონის მაყურებელი ჩორნა. D. კულტურის ყოფილი მინისტრი თეა წულუკიანი. სწორი პასუხია თეა წულუკიანი. ასე უპასუხა თეა წულუკიანმა ქართველ ემიგრანტს. ვიფასო მეგობრებო, თუ შეიძლება ვნახოთ ეს ვიდეო. ხელი რუსეთშია. არა, ჩემოსხარვო. ნამდვილად რუსეთში. ადი ახლა მე ადი როგორ გეკადრება? დურას უკაცრავ. სასტუმროში მოხვედი, ფისი ქენი და დაიწყო. კულტურის მინისტრი იყო ეს ქალბატონი. საფრანგეთში აქვს თან დამთავრებული უნივერსიტეტი, მერე სტრასბურგში სასამართლოში მუშაობდა და დღეს იძახის ფისი ქენი და დაიძინე. ამას ქვია ცხოვრებისეული დაცემა კი არა, ცხოვრებისეული დახეთქება მთელი ძალით. ნახოთ როგორ დაიცვა თეა წულუკიანი ოცნების წევრმა ზურა ხაჩიძემ. მშვიდად ვართ, იმიტომ რომ საქართველოს ყავს თეა წულუკიანის ნაირი მაღალი დონის პოლიტიკოსი. განაცხადა დაბალი დონის პოლიტიკოსმა, საშუალო დონის მომღერალმა და მაღალი დონის პირფერმა ზურა ხაჩიძემ. სხვა სიტყვებით რომ თქვა, ზურა ხაჩიძემ უთხრა თეა წულუკიანს, შენზე ფიქრები მამშვიდებდა. იცი როგორ მაიმედებ, გული გელოდება აბე. ესეთი მოუხდება და შენზე ფიქრები მამშვიდებს. მშვიდად არის ზურა მართალია, მშვიდად უნდა იყოს ზურა, შენ თეა წულუკიანი გიცავს. მშვიდად იძინე, ოღონ ჯერ ფისი ქენი და ისე დაიძინე. იმედია შეურაცხყოფად არ მიიღებ, ეს შენი რჩეული ღირსეული პოლიტიკოსის დიდებული სიტყვებია. ისე ევროპას რისი იმედი აქვს, მე არ ვიცი. ქართული ოცნება რომ არჩევნების დანიშნოს არ აპირებს, ამ ახალი კანონითაც გასაგებია. ვნახოთ რა კანონი მიიღეს რამდენიმე დღის წინ. იარაღის შესახებ კანონში შესული ცვლილებების მიხედვით ცესკოს თავმჯდომარესა და წევრებს სამსახურებრივ საშტატო იარაღის ტარების უფლება ეძლევათ. ცესკოს წევრებს იარაღის ტარების უფლება აქვთ, ხალხო, ძვირფასო მეგობრებო. აქ უკვე სახელიც უნდა შეუცვალოთ ცენტრალური საარჩევნო შეიარაღებული კომისია. ანუ ცესკო, ანუ ჩაემატა. რადგან უკვე იარაღებით ირბენთ ცესკოში, ბარემ სამხედრო ორგანიზაციათაც რომ ჩამოყალიბდეთ რა, ძალიან კარგი იქნება, იმიტომ რომ ყველა არჩევნების დროს ფაქტიურად ომია და ბარემ ძალოვნები იყავით პირდაპირ, საარჩევნო კაპიტნები კი ყავთ. კალანდარაშვილი იქნება ეს ცესკოს გენერალი და დაყავით თანამშრომლები წოდებებად, რაღაცა იქნება ჩვეულებრივი პატაკები აბარეთ ერთმანეთს და ასე შემდეგ. ანუ კალანდარაშვილს თუ კიდე ვინმეს საღებავს შეასხავს, ეგრევე დააჭედებს ტყვიას და ყველას დაიმახსოვრებს თუ ბიულეტინა სითხემ გამოჟონა, აწი თქვენი სხეულებიდან გამოჟონავს სისხლი. გამარჯობა, დაი თქვენზე ვსაუბრობდი ბატონ გიორგი. ძალიან დიდი მადლობა რომ მოიცალეთ და ანუ ეს უკვე იარაღის ტარების უფლება რადგანაც მიიღეთ, თქვენ უკვე ჩვეულებრივად დადიხართ, გახარებული ვარ ძალიან ახალი საკანონმდებლო ძალიან გახარებული ვარ ბატონო, საკანონმდებლო ცვლილებით. რა ვიცი და რა ვიცი, მე მინდა რა ვიცი, ვინც ეს კანონი მიიღო, დიდი მადლობა გადავუხადო, რა ვიცი, აბა. ძალიან გახარებული. ესე იგი, ცესკოს თავმჯდომარეს რომ იარაღის ტარების უფლება ექნება, მაგას ალბათ მაგას გულისხმობ, ხო ბატონ გიორგი? და მინდა ჩემს ოპონენტებს მივმართო, რომ შეწყდეს ჩემს მიმართ უარყოფითი შეფასებები და თუ არ შეწყდება მაშინ ამაიდე ლაპარაკებით. ამაიდე ლაპარაკებით, გაიგე? რა თქმა უნდა, მშვიდ და დემოკრატიულ გარემოში. ბატონო გიორგი, რაში გჭირდებათ ახლა ეს იარაღის სიარული მე არ მესმის უბრალოდ. მინდა გითხრათ რომ ეს არ ყოფილა ჩემი სურვილი. ეს კანონი იმიტომ დამტკიცდა რომ თავი დავიცვათ ბულინგისგან და ნებისმიერი ბულინგის დროს ხალხს დაუხვრიტოთ მუხლები და კოჭები. რა თქმა უნდა, შვიდ და წყნარ გარემოში. არჩევნები გაყავდა. მოვითხოვთ ახალ არჩევნებს. ჩაინიშნოს ახალი არჩევნები. ცეცხლი ოლიგარქიას. ჩაინიშნოს ახალი არჩევნები. ამას შეხადე რა მოხდა ბატონო ვარ, მოყოლეთ? არაფერი, 7 და წყნარ გარემოში ალბათ. 7 და წყნარ გარემოში, 7 და წყნარ გარემოში. კოჭი მოვტეხე. კოჭი მოვტეხე, ხა უნდა გავეკიდო ბატონო, თუ ამაც მომიტინგეებში შემასწრო, ვეღარ ვიპოვ. შენა ბ***ცა. შენა ბ***.
გავაგრძელოთ ძვირფასო მეგობრებო, ევროპამ ასევე მიიღო დადგენილება საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებისთვის დიპლომატიური ვიზების გაუქმებაზე. მოკლედ, რომ აგიხსნათ, აი 2017 წელს რომ ქართული ოცნების წევრები იბრალებდნენ ამ ქვეყანას უვიზო მიმოსვლა ჩვენ მოუტანეთო, აი სწორედ ეგენი ვერ შევლენ ვიზის გარეშე ევროპაში. რამდენიმე დღის წინ სამშობლოში ემირატებიდან დაგვიბრუნდა ჩვენი ქოცი მამლუქი. ქართველების ბურჯ ხალიფა ჩვენი უდაბნოს არწივი შაქლის არკუეს მიყვარს ეს დაწყება. მოდით ნახოთ როგორი ვაშკაცული განცხადება გააკეთა მან აბუ-დაბიში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით. ნახოთ ირაკლის განცხადება. საამაყო არ არის რაც მოხდა, მაგრამ შეურაცხყოფაზე ყოველთვის ისეთი რეაგირება გვექნება, იმიტომ რომ კაცები და ქართველები ვართ. აბა რა, თქვენ ირაკლი ვიღაცა შიშარა ხომ არ გონიათ? მიაყენებთ შეურაცხყოფას ირაკლის, მიიღებთ პასუხს 24 საათში. დიახ, ჯერ კარგად გაიაზრებს რა უთხარი, მონარო დაუძახე, გამყიდველი რატო აკადრე, გამოიძინებს, გაიღვიძებს და ზუსტად 24 საათში მიიღებთ პასუხს. ახლა ირაკლი მუშაობს ამ ინტერვალის შემცირებაზე, მაგრამ 12 საათს ვერ ჩამოსცდა ჯერ. ასია. დაიმახსოვრეთ დღეს რომ შეურაცხყოფას მიაყენებთ ირაკლის, ზეგ შავ დღეში ჩაგაგდებთ. იმიტომ რომ ვაშკაცია. მართალია დღე გამოშვებით, მაგრამ ხო მაინც ვაშკაცი არის კაცი რა. მოდით ნახოთ უდაბნოს არწივის მეორე განცხადება. მომავალშიც როცა ანალოგიური პროვოკაცია იქნება, იგივეს მიიღებენ. ამისთვის სულ რომ ციხეში წავიდე, ან ჯარიმა გადავიხადო, ღირსება ყოველთვის მექნება. წინა დღეს რომ აგინა აქტივისტმა და ხელი რომ არ გაანძრია, მაგაზე ჩვენს თვალებს ხუჭავთ ზარქუ. ღირსებაში და კაცობაში ერთდღიანი ჩავარდა, ახლა ვის არ ქონია მესმის. მთავარია ის ვაშკაცობა, მეორე დღეს რომ აღიდგინე, ეგაა მთავარი. გენაცვალე მაგ დადგმულ კაცობაში, ქართველობაში და ვაშკაცობაში პოლიტიკური მგელი ხარ, ირაკლი. პოლიტიკური მგელი ხარ. ახლა ეს საინტერესოა, ეს რა მოიტანეთ, ამითაც დადიხართ? რა საინტერესო. ეს არის მატრიოშკას ვეძახი ამას, ბატონო, მატრიოშკა იშლება შიგნი ბევრი არაღი. აბა თუ იცით ახლა რამდენი არაღი მაქვს მე? რეალურად ახლა ერთი არას ვხედავ მე პირადად. 4. 4? 4 სადა? ეს ერთი. ერთი არაღი. აგეთ მეორე. აი მეორე. მესამე? ეს მესამე არაღი. აგე. ეს მესამე არაღი, ბატონო, აბა თუ იცი? ახლა გაჩვენება შენ კაბურას. ხო. და თუ მიხვდები რომელი არაღის კაბურაა, აბა? ჩასადები, აბა, რომელი არაღის ჩასადებია? არ ვიცი, რომელი უცნაური ფორმა აქვს. ზუსტად ვერ გეტყვით, არ ვიცი. აი, შეხედე? ჩემი ალესილი წორი ჩასადები არაღია. ხოთ დავინახე რომ მორბის ხო? ხო. გაღიზიანებული ამომრჩეველი მორბის ხო? ამას მოიხსნი? შო, გადაჭრილებ საძილი არტერია. საძილი არტერია. საძილეს პირდაპირ უჭირი ბატონო. ესე გასაგებია. აი, ჩემ გასაჩუქრად ხონდე შენ. მადლობა. ალბათ შვიდ და წყნარ გარემოში. რა თქმა უნდა, შვიდ და წყნარ გარემოში. ბატონო გიორგი, აი, პირველად როდის იგრძენით რომ თქვენი ცხოვრება არ არის უსაფრთხო, ეგ ძალიან მაინტერესებს. მინდა გითხრათ რომ პირველად მიგრძენი დიღმის მასივში. დიღმის მასივში სად? ეპილაციაზე დავდივარ იქ რობაქიძეზე და როდესაც დავწექი წვერის ამოპუტვაზე შემოვარდა აქტივისტი, ექიმს ლაზერზე აუკრა ხელი და ნახევარი ყბა მთლიანად ამომწვა. შვიდ და სწორხაზოვან სახეზე. ნახე, აქ არის, მომეც საღებავი ერთი, მოდი აქ, შეხედი, აქ არის კიდე. მომეც საღებავი. საღებავი არ ჩამისხა, კანი არ დამიწვა, შეახყვარო. ბატონო, მან უყურე ხარ აქვს ამას თუ ლაზერია და ვატაკე შუბში. იქით ეს როლეს რა, აქედან წუთი? იქით, გეხვეწები. კარგად იყავით. ძირფასო ტელემაყურებლებო, დადგა დრო, ჩემს საყვარელ თემას შევეხო. ეს არის კიმბერლი ლოუ. კიმბერლი ლოუს ვიზიტი საქართველოში. მოკლედ რომ აგიხსნათ, ვინც არ იცით, ქართულმა ოცნებმა ამერიკაში იპოვა ვიღაცა ქალბატონი და იმედებს ამყარებს ამ ქალბატონზე, რომ ტრამპთან ეს დაგვილაგებს ურთიერთობებსო. კიმბერლი ლოუ რო აგიხსნათ, აი ვინ არის? აი დიმიტრი ხუნდაძე რო ამერიკაში ჩაიყვანო და გააცნო ტრამპის ადმინისტრაციამ ხარდაჭერა, მაგრამ არა, დიმიტრი ხუნდაძე კიდე რაღაცა სიტყვა ეთქმის. აი მოდი აი ზურა ხაჩიძე რო ჩაიყვანო ამერიკაში, ეგეც არა. აი მომღერა, ხო, აი როგორ იცი, აი ბაჩო და გური რომ ჩაიყვანო
ამერიკაში და ეს არისო ჩვენი წარმოება იგივენაირად აი რაღაცა ეგეთი ადამიანი ყავთ დაპოვნი აქეთ. მოდით როგორ დახვდნენ კიმბერლი ლოუს აეროპორტში აი ეს მაინტერესებს და კიმბერლი ლოუს ესეთი ფიქრები ვნახოთ. როგორ არის ეს გადაწესებულება ვინ მოგიწვია? არ ვიცი ბატონო მასო. აი ზუსტად ცისფერი მთების სცენარია ძვირფასო მეგობრებო. თან ამ ქალს უცნაურ ხალხს ახვედრებენ. პირველ დღეს ზუგდიდის საკრებულოს წევრებმა უბასპინძლეს. რატო ვერ მივხვდი ზუგდიდის მერე მხედრიონის მეთაურ დოდო გუგეშაშვილს შეხვდა. მანამდე მამა შალვას, მერე ლალი მოროშკინას. ახლა სანახავი დარჩა გოგა ხაინდრავა და შალვა რამიშვილი. სხვა და სრული წარმოდგენა რო შეექმნას ქართულ ოცნებაზე. ორი დღეა დაჰყავთ ქართული ოცნების მხარდამჭერებში და ჯერ ისეთი ვერავინ ვერ გააცდეს დამოუკიდებლად ინგლისურად რო ლაპარაკობდეს. შეხვედრებიდან ყველაზე მეტად ერთ-ერთი დამამახსოვრა, მოდით ნახოთ. Hello, hi. How are you? Vida, Salvador Kimberly. მოკლედ კიმბერლი ლოუ ჩიხუახუას შეხვდა. მხარეებმა ქვეყნებს შორის სტრატეგიული ურთიერთობებზე ისაუბრეს. ჩიხუახუას მერე სოფო ბედიას ქმარიც გააცნეს. რაზეც კიმბერლი ლოუ ძალიან მოიხიბლა, რომ ამ ქვეყანას ასეთი ქარიზმატული მამაკაცები ჰყავს. ფაქტიურად ყველგან დაატარებენ ამ კიმბერლი ლოუს, ახლა მიხავთ ჩინური მედიცინის ცენტრში. რომ ანახონ როგორ კურნავენ წელის დისკის თიაქარს, სიარულის გართულებას და დაბუჟებას. არადა ხალხო, ეს კიმბერლი ლოუ მართლა არავინ იცის ვინ არის. თვითონ ქოცების დიდმა ნაწილმაც კი არ იციან. კი დახვდნენ, მაგრამ ვინ არის არ იციან. ტრამპის ერთ-ერთი ჩვეულებრივი მხარდამჭერია, ინაუგურაციაზეც ვერ შევიდა. გარეთ იძუძგებოდა, ქუჩაში იდგა. მისი გადმოსახედიდან სავარაუდოდ ფსიქოლოგიურ შოკშია, ახლა თვითონ. ვერ ხვდება რა ხდება მის თავს. ამერიკაში რიგითი მოქალაქეა და საქართველოში აღმერთებენ. ვიდა რა ხდება მის. თავი ალბათ ერთ ლამას სიზმარში გონია და არ უნდა რომ გაეღვიძოს. აი კონკიას ზღაპარია მისთვის ახლა ეს და არც უნდა რომ დასრულდეს. უნდა რომ ესე ანავარდონ, დაყავთ ესე ვარდის ფურცლებში და დაატარებენ რეგიონ. აი კიმბერლი ლოუ ხავშაუყვანილი და არავინ არ იცის ვინ არის საერთოდ, მაგრამ უხარიათ რომ ამერიკელია. და ქოცების ქოცება უნდა ჩაუწყოს საქმე, აი ეს ქოცებს უნდა ჩაუწყოს საქმე ტრამპთან. აი ეს აქვს რა. მონოლოგის ბოლოს კვლავ მინდა ჩვენი ქვეყნის მთავარ პრობლემას დაუბრუნდეთ ძვირფასო ტელემაყურებლებო. არალეგიტიმური მთავრობა ცდილობს ჩვენი სახელით უარი თქვას ევროპაზე და სრულიად დასავლეთზე. ესე იგი ფაქტიურად უკვე გადაწყვეტილია რომ საბოლოოდ გაანადგურონ ეს ქვეყანა. შეიძლება ითქვას რომ ივანიშვილმა საქართველოს აიყვანა მძევლად. თავზე იარაღი აქვს მიდებული და იძახის რომ მე თუ რამეს მიზამთ ჩავიყოლებთ მთელ ქვეყანასო. ანუ ახლა ქვეყანას იარაღი აქვს მიდებული და ძალიან ახლოს არის დრო რომ როცა ბიძინა აპირებს სასკლეს თითი გამოკრას. ერთი სიტყვით ფილმის ბოლო სცენაა და ახლა ჩვენზეა დამოკიდებული ბედნიერი დასასრული გვექნება თუ ბოროტმოქმედი ფსიქიკურად შერყეული ტერორისტი გაიმარჯვებს. ბიძინას რაც შეეხება, მისი დიაგნოზი ასეთია. უკვე ისეთ სტადიაშია, რომ ჭკუა აღარ მოეკითხება. პატივისცემით იუმორის მეცნიერებათა დოქტორი, დემოკრატიის მკურნალი ექიმი, პროფესორი ჯავახიშვილი. დიდი მადლობა. ჩვენ შოუს მუსიკალურ აპლოდისმენტს ბენდი თავნანეკოშიც ხედავთ. მადლობთ. ფასო ტელემაყურებელს დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარია ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი.
მინდა შეგახსენოთ ჩვენი პარტნიორების შესახებ. გადაცემის წარმოდგენია კომპანია PSP. PSP-ს ძირითადი ორიენტირი მომხმარებელზე და მის ინტერესებზე ზრუნვა. PSP ჩვენი ოჯახის აფთიაქი. ჩვენი პარტნიორია კომპანია Sandomi, ტკბილეულის და სნექების მრავალფეროვნება. Sandomi ყველაზე ტკბილი ზღაპარი. გადაცემის პარტნიორია მარკეტების ქსელი გვირილა. შეიძინეთ გვირილაში 5 ან მეტი განსხვავებული პროდუქტი და ისარგებლეთ საბითუმო ფასებით. Liberty-ის სოციალური ბარათის მფლობელებისთვის Liberty-ის ტერმინალზე გატარების შემთხვევაში საბითუმო ფასები მოქმედებს ნებისმიერ შენაძენზე. დამატებით ამასთან გაატარეთ მეგობარი ბარათი და დაიბრუნეთ 5%. გადაცემის პარტნიორია მეღვინეობა პირველი პრემიუმ ხარისხის ღვინო თქვენს სუფრაზე. ასევე გადაცემის პარტნიორია InSaud-ის გახმოვანების პლატფორმა VoiceG. ხმის უნიკალური ბანკი სარეკლამო რგოლებისა და ავტომოპასუხე სისტემებისთვის. VoiceG აქციე ტექსტი ხარისხიან აუდიოთ. Ako შეგახსენებთ ჩვენი გადაცემების ნახვა შეგიძლიათ ჩვენს YouTube არხზე შაბათ შოუ ჯგუფი გამოიწერეთ ჩვენი არხი და დაელოდეთ სიახლეებს. ძვირფასო მეგობრებო, ვაგზელეთ გადაცემას და მინდა წარმოგიდგინოთ ბიძინა ივანიშვილის მოკლე მუსიკალური ნაკვესები. ვნახოთ. მოგესალმებით ბატონ ბიძინა, ძალიან დიდი მადლობა რომ გამონახეთ დრო და მოიცალეთ ჩვენი გადაცემა. დროის მეტი რა მაქვს, ანუ? მე მაინტერესებს ამ ძნელბედობის ჟამს რატომ გადაწყვიტეთ რომ სიმღერები წეროთ? ანუ რაც უფრო დეპრესია შენ უფრო მემღერება. ესეთი ხასიათი მაქვს. ძივარ და წერდა ამ სიმღერებს. ახლა 12 წამოვიღე და ერთი 120 წელი ოფშორში მე გადამალული. ნელ-ნელა წამოვიღებ იმასაც. ისიც მოგავ. ნელ-ნელა შემოგთავაზებთ უკვე ოფშორებიდან შემოტანილ სიმღერებს. აუცილებლად. კარგით, შეგვიძლია დავიწყოთ ქალბატონი თამუნა დაგვეხმარება. კი ბატონო, მიმოვიხილავთ არსებულ პოლიტიკურ თემებს მე და თამუნა. აბა? მერვე კლასელო. ხომ გაგა პრეზიდენტე, მერვე კლასელო. ეს საინტერესოა. მოგითხავთ ჩემს პრეზიდენტს, პირადს. ახლა მინდა შევეხო ჩემს უსაყვარლეს პიროვნებას. დიახ. რომელიც გავაგზავნე ევროპაში თეატროლოგიას და მიუძღვნა სიმღერა. რა კაია. ძმაკაცივით ამომიდგა გვერდზე. გვერდით რომ ყავს ხამითაც კი დღეა. ევროპელებს დავიკიდებთ ფეხზე და მე და ჩემი უტიფარი თეა. ეგეც კარგია. შემდეგი რა გვაქვს ბატონ ბიძინა? შემდეგ სიმღერა არ გამოვტოვე ეს შესანიშნავი პიროვნება, ჩემთვის ამოუხსნელი სუბიექტი ნინო წილოსანი. ნინო წილოსანი, რატო ამოუხსნენ ნუ გასაგებია. გამზადება როცა სუში საიდუმლოს მეტყვის ხურში მისი ყავა უშაქრო და რძიანია. რატო არო წილოსანი ხანძალიან ქერა ხანჭვიანია. ეს დღემდე ვერ ამოხსენდი ბანო. ძალიან რთული არის ბატონო. შემდეგი რა გვაქვს ბატონ ბიძინა? შემდეგი სიმღერა მიუძღვენი ჩემს უსაყვარლეს პიროვნებას, ჩემს წარბ თუ ხუცეს შალო პაპუაშვილს. უი, რა საინტერესოა. რაზეც გინდა გაგზავნე დაუტოვე ოღონდ ხურდა როგორ შვენის პაპუაშვილს თვალებს ზემოთ აბდაურდა პატარა შუბლი და მოძბილი წარბები შავტუხას ღარბები შალვას რომ აქვს არც გამოიძახებს და არც ხელს აუწევს ის წარბის აწევით აჩერებს ტაქს ესეთი მოხერხებული პიროვნება ესეთი შესაძლებელი პიროვნება გავაგზავნოთ ახლა კი მინდა ორდერი მიუროცო ჩემს უსაყვარლეს პიროვნებას ბატონ ზვიას. ზვიადი, აბა ზვი ხარება. ბატონ ხარებას. ი ბატონო. ქვეყნადორი ხარება, ინტრიგებში გახვეული, გააჩნია იმ მომენტში, რა არხზე გავს გადართული, ტევე პირველის მტკიცებით, ჰუსეინის ადამია, იმედი კი აქებს როგორც უსაყვარლეს ადამიანს. ვითო პრეზიდენტი აჯილდოვებს ხარებას. ესეთი კარგია, გვაგზავნეთ. კარგად მივდივართ, კარგად ბატონ ბიძინა. ყოჩა, კარგი სიმღერების წერა გწოდო. მე თუ კარგი მივდივარ, ანუ საერთოდ ზოგადად ესეთი მაქვს. შენ ისინი უნდა ნახო, რაც ოფშორში გადამალული. საუკეთესო მიქა მაქვს. ისინი კაი იქნება. გასაფხულს ველოდები. შემდეგი? როგორც მოიხსენება დამასანქცირეს, ამერიკამ დამასანქცირა და ბრიტანეთის პირებს გარკვეულწილად. ამიტომ გამოეხმარები ამ თემასაც. მოდი ქონება დავმალოთ, სანამ ფული ფულობს, არ მინდა ვინმეს გავანდო ჩემი საიდუმლო. ამერიკა ამედევნა სანქციებით დამდებს, განამდეს მაწვალებ და ტრამპს რო ღმერთის წამდეს. ფული
ხმის ხებზე გავაფორმე აბა რა ვქნა მიჭის პირადობის მიხედვით ვარ დედის ერთა ბიჭი საინტერესოა ისა ვაგზელებ აღნიშნულ თემატიკას გავაგზელებ ოფშორში თუ კი მიპოვნეს მე ფინანსური ტოჩკები ალბათ სულ ბოლოს შევრჩება ადიკოს ბასანოჩკები მაგრამ ახლა კი შემოგთავაზებ თუ რას გავაკეთებ ამერიკის საპასუხოდ სიმღერით თქო კარგია თუ აშუშუს გულზე აღარ ვედები და თუ ვეღარც ევროპაში ვბერდები ასალამ ალეიქუმ რა ლამაზა თენდები ესეც არაბული გამოსავალი ესე იგი ბატონო ბიძი ახლა არაბეთზე გავიგე რომ 6 მილიარდის ინვესტიცია შემოაქვთო არაბეთიდან ხო დიახ რა თქმა უნდა და გარკვეული ტერიტორიები მივყიდე შეიქს ხო ტერიტორიები რომელი ტერიტორიები მივყიდე კონკრეტულად ეგ მაინტერესებს გეტყვით რომელი მივყიდე სოლოლაკი და აბანო თუბანი ვერცხლი და ქარვის ქუჩები საზეგი შენიცეთ საფიროლის მზე შუშაბანდები ეზო დუქანი კაცი და ხალი მთელი უბანი არაბში ხზე გადავაფორმე მე იქავლაბარი იმამა დავითი კიდე რა გითხრა რა ვიცი სულ ყველაფერი გადავაფორმე მე ესეთი სიას მოგავდით კონკრეტულად თუ გაინტერესებს და კიდე გაქვთ ალბათ ერთი ბოლოსკენ და ბოლოსკენ მინდა მიმართო აქციის მონაწილეებს მოვიხიბლე მათი გამძლეობით და ამიტომ შეთავაზება მაქვს ესეთი არღის აქციები დავხსნით მოვილაპარაკოთ თუ რაზე ეხლა ვიმღერებ თუკი ევროპა არის მიზანი დაბადებულნი არ ხართ ლაჩრებად თავისუფლებას მე ვერ მოკიდით 7 მილიარდზე უფრო ნაკლებად ისიც თუ დილაზე მოხარ ციფრაზე მე რა ძვირდება უკვე ძალიან დიდი მადლობა მოკლედ მუსიკალური ნაკვეთებით ჩვენთან იყო სტუმრად ბატონი ბიძინა ივანიშვილი მადლობთ ვაგზელებთ გადაცემას და მინდა კიდევ ერთხელ შეგახსენოთ ჩვენი პარტნიორების შესახებ გადაცემის წარმოდგენია კომპანია PSP-ს ძირითადი ორიენტირი მომხმარებელზე და მისი ინტერესებზე ზრუნვაა PSP ჩვენი ოჯახის აფთიაქი ჩვენი პარტნიორია კომპანია სანდომი ტკბილეულის და სნექების მრავალფეროვნება სანდომი ყველაზე ტკბილი ზღაპარი ასევე გადაცემის პარტნიორია მარკეტების ქსელი გვირილა შეიძინეთ გვირილაში 5 ან მეტი განსხვავებული პროდუქტი და ისარგებლეთ საბითუმო ფასებით ლიბერთის სოციალური ბარათის მფლობელებისთვის ლიბერთის ტერმინალზე გატარების შემთხვევაში საბითუმო ფასები მოქმედებს ნებისმიერ შენაძენზე დამატებით ამასთან გაატარეთ მეგობარი ბარათი და დაიბრუნეთ 5%. გადაცემის პარტნიორია მეღვინეობა პირველი პრემიუმ ხარისხის ღვინო თქვენს სუფრაზე ასევე გადაცემის პარტნიორია ინსაუნდის გახმოვანების პლატფორმა Voice-G ხმის უნიკალური ბანკი სარეკლამო რგოლებისა და ავტომოპასუხე სისტემებისთვის Voice-G აქცია ტექსტი ხარისხიან აუდიოთ კიდევ ერთხელ შეგახსენებთ ჩვენი გადაცემების ნახვა შეგიძლიათ ჩვენს YouTube არხზე შაბათის შოუ ჯგუფი გამოიწერეთ ჩვენი არხი და ელოდეთ სიახლეებს ვაგრძელებთ გადაცემას და მინდა წარმოგიდგინოთ ევროპული ვიზის რიგში მდგომი ჩინოვნიკების სიმღერა აქვე შეგახსენებთ რომ სიმღერა ჩაწერილია სტუდია ინსაუნდში ინსაუნდის სტუდია რომელსაც ვენდობით ნახოთ Pasó mejor mi Sancho de Garza me estuvo en Nanuka Giorgioliani. მოგეკალმებით. ბანო მომენა ტრანსამდენი ხანი არ ყოფილვარ. ძალიან დიდი მადლობა რომ მოიცალეთ. პირიქით. ისეთი ამბები გაქვს რომ პირიქით. მადლობა, მე მიყვარს და კიდევ ერთხელ დაჯეროთ და გამიმეორე რომ ამ გადაცემის ჟანრი არ ვარ, მაგრამ შენთან სტუმრობა მიყვარს. რატო ფიქრობ რომ ჩვენ ყველანაირ მოვლენებზე ვსაუბრობთ? არა აქვს მნიშვნელობა ეს იუმორთანაა დაკავშირებული თუ არა იუმორთან დაკავშირებული. აი ამ მომენტით სარგებლობ ზუსტად. ხო, და ეს მომენტი უნდა ისარგებლო და ახლა აქ შეგვიძლია ყველაფერზე ვისაუბროთ, იმდენი სალაპარაკო თემა გვაქვს რომ ძალიან ბევრი კი. პირველი რაც მინდა მოგილოცო ეს არის გადმოსვლა ტები პირველი. ძალიან დიდი მადლობა.
იმიტომ რომ ჩვენ უკვე ვიგრძენით რომ TV პირველზე გადმოვედით, იმიტომ რომ აქ ხო ყველა ტელევიზიის შვილია, ყველა ტელევიზიაში დაბადებული და გაზრდილია და შესაბამისად ეს ძალიან იგრძნობა პარტნიორულ და მეგობრულ ურთიერთობებში, იმიტომ რომ მე გადაჩეული ვარ რომ ტელევიზიიდან ზრუნავენ ჩემს კადრზე, გუშინ ნოდარმელაძემ დამირეკა და მითხრა რომ ნანუ ეს არქივიდან ეს კადრი გამოიყენა, ეს კადრი არის და ვიფიქრდი, ესეთები ხდება საერთოდ რომ გირეკავენ და სხვა ზრუნავს ამაზე რომ შენ გქონდეს კარგი კადრი და ვიზუალი და სამსახურში რომ ყვები ძირითადად გონიათ რომ ვიტყვები ესეთ ამბებს, იმიტომ რომ მათ ესეთი რამ არსმენიათ ხოლმე ჩემგან არასდროს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ძალიან გრძნობდა თქვენგან ძალიან მხარდაჭერას გრძნობ. ნუ ეხლა შენგან ველოდი კიდეც მხარდაჭერას, მაგრამ აი მთლიანი არხიდან უდიდეს მხარდაჭერას გრძნობ და შესაბამისად რაღაცნაირი ძალიან ბედნიერი ვარ რა, აქ რა ვარ. ხო თან იცი რა არის ძველი ხალხი რომ თავს ვიყრით TV-ს. საბოლოოში ძველი რუსთავიორის ხალხი რომ აქ დედა იქ ზალიკო იქ. ეს კიდე განსაკუთრებით ემოციურია. იქ ნოდარის ჟურნალისტები და ბევრი რა, ძალიან კარგი მე გამიხარდა და ყოველ ოთხშაბათს ხარ ეთერში. კი. ჩვენ ახლა მაყურებელი უნდა მივაჩვათ რომ ოთხშაბათს ამბავს და ჩვენც რაღაცნაირად უნდა ავაწყოთ, იმიტომ რომ ცუდ დროს კი არა და უბრალოდ რთულ დროს დაემთხვა ჩვენი აქ გადმოსვლა და ვერაფრის შეცვლა ვერ მოვახერხეთ და ამისი დრო ახლა ნანუკას და ფუფუნება არა აქვს რომ რამე ხობრომი შევცვალოთ და მე TV პირველ სიტყვას ვაძლევ რომ როგორც კი ბიძინა ივანიშვილს გადავაგდებთ მაშინვე ვიზრუნებ რომ ჩემი პროექტი იყოს ახალი და სხვა შინაარსის. ეგ ხო ეგ საინტერესო რა აი როდის გადავაგდებთ? ახლა შეძლო ამის გამო დამაჯარი მან. გადაგდებაზე ეგრეა? ანუ ყველა სიტყვა უნდა ვაკონტროლოთ თუ როგორ არის? ამიხსენე შენ უფრო ჩახედული ხარ მაგრამ შეიძლება რომ მოწოდებაც ჩაგვითვალონ. ანუ გადავაგდებთ რა, გადავაგდებთ, ანუ გადავაგდებთ, მაგრამ ხო არ ვიკითხავ, სად გადავაგდებთ? ანუ აქვია ფულს გამოვართმევთ და გადავაგდებთ. ხო შეიძლება ესე ვთქვა, ეს ვიგულისხმეთ, მე ხო არაფერი, ხო? ხო, ნუ როდის გადავაგდებთ ბატონ ბიძინაივა? სამწუხაროდ მაინც ჩემს ირგვლივ ისეთი ადამიანები, რომლებიც კომპეტენტურები არიან, აკეთონ რაღაცნაირი ეკონომიური ანალიზი, ფინანსური თვალსაზრისით პროგნოზები, სამწუხაროდ ამ ქვეყანას მაინც მოუწევს უდიდესი ფინანსური კრიზისის გასვლა. და ეს სამწუხაროდ იმიტომ ვამბობ, რომ ამ ქვეყანაში მხოლოდ ბიძინა ივანიშვილი არ ცხოვრობს და შესაბამისად ამიტომ სამწუხაროდ. და ყველა პროგნოზი არის ის, რომ ურთულესი სამით გველოდება, ურთულესი სამით გველოდება და ამ სამი თვის შემდეგ ურთულესი შედეგები ხელისუფლებას და შესაბამისად მე ჩემი პროგნოზი არის 3-დან 6 თვემდე. 3-დან 6 თვემდე, ანუ ეს ამბავი 3-დან 6 თვემდე ბიძინა ივანიშვილს მოუწევს რომ მხოლოდ მის ნათელმხილველ ირაკლი კობახიძეს არენდოს და მოუწევს რომ სინამდვილეში ქვეყანაში რა ხდება ეგ დაინახოს. ანუ ეს რაც ნიშნავს ირაკლის მხოლოდ ირაკლის ენდობა როგორ ამბობენ რომ აი ესეთი ჭორები დადის რომ ეხლა არის ირაკლი მისთვის აი ტოპ სანდო ტიპი აი თურმე ყველა უცხო სიტყვაზე რაღაც სიტყვები უცხო სიტყვები თუ არის თურმე რაც არ ესმის მაგალითად ურეკავს თურმე ეკითხება და აი ძალიან ესეთი კონსულტაცია არ ხდება კონტრაქტით შინებთ მართლა ამბობ და ანუ ძალიან ტოპ კონსულტაციებს გადის ირაკლისთან და ირაკლი ეუბნება რომ ესენი 20-მდე ჩაიხჭობიან საცივში და თავს გარეთ ვერ გამოყვებენ 20-მდე და ახლა ირაკლი კიდე რაღაც ახალ ვერსიებს თავს. ოღონდ მე მეუბნებიან რომ ახლა ყველაზე მეტად ეყრდნობა და ენდობა ირაკლი კობახიძეს. ანუ მის რჩევებს ესე იგი იმაშვრება ხო? ანუ ითვალისწინებს და ხელში გვიჭირავს. ანუ deep state-ი ახლა მაგან ურჩია რომ ეს აგორდეს, ანუ თვითონ ახლა შეიძლება deep state-ი ეს სიტყვათა წყობა შეიძლება ვერ არ ესმოდეს ბიძინა ივანიშვილს და ნუ ირაკლი ხო, არავის არ ესმის, მაგრამ რაღაცნაირად საშიშად ჟღერს რა, მივხვდი deep state და მოდი ეს deep state-ები ვილაპარაკოთ რა, ირაკლი, მიდი ხა deep state-ები ვილაპარაკე ბევრჯერ. სხვათა შორის მან მინდა რომ ცოტა განსხვავებული მოსაზრება გამოვთქვა ირაკლი რუხაძის გადაცემის შემდეგ გამიჩნდა ეს მოსაზრება რომ აი deep state-ებში შეიძლება ბატონი ბიძინაც კარგად იყოს ჩართული და ამ პროპაგანდის შექმნაში იმიტომ რომ მე მივხვდი რომ ეს რაღაცა კოლექტიურია რა იმიტომ რომ ირაკლი ყოველთვის რო უსმინა რუხაძეს ანუ იმდენად ორგანულად საუბრობდა იმაზე რომ არსებობს მხოლოდ ორი პარტია და მეტი არავინ და ვერ იარსებობს მათ შორის აი ძალიან თბილად საუბრობდა რომ აი ბადრიკი ჩემი მეგობარია თუ რაღაც პატივს მაგრამ აი ნახეთ ბადრიც
ნაცია. აბა 51 თუ არ ხარ ნაცი ხარ ჯაფარიძეზე. ისეთ ფილად ხო რომ მივხვდი რომ მას რაღაც პერსონალური ურთიერთობები აქვს ბადრისთან, მაგრამ ესეც კი არ არის საკმარისი იმისთვის, რომ მას 51 მაინც ნაც მაინც ეძახის. ანუ როგორც ჩანს ეს რაღაცა გლობალური ამბავია, მაგრამ აქვე უნდა აღინიშნოს მეგობრებო, რომ ირაკლი რუხაძე ძალიან კარგ ურთიერთობაში იყო ნაციონალურ მოძრაობასთან 2012 წლის ბოლო წუთამდე. მე არ ვიცი რამდენად მაქვს ამის თქმის უფლება, მაგრამ ანუ მე ვიცი რომ რავი გიგი უგულავა ლონდონში მაგასთან სტუმრად დადიოდა ხოლმე. რას ლაპარაკობ? ხო და რავი მე ანუ ეს ნაცების მიმართ როდის მე გავუხდა რომ ოღონდ ნაცები ანუ რაღაცეებში არ იყო გულწრფელი. ეხლა ეს მე მესმის რომ შეიძლება წამყვანს არ ცოდნა და კაცო ძალიან პირადი ინფორმაცია, მაგრამ მე ვიცი ორჯერ ის ამბავი რომ გიგი უგულავა ლონდონში მასთან სტუმრად ჩავიდა. და შესაბამისად ეს ნაცები მის სისხლს როდის სვამდნენ ეს უგულავა რომ ლონდონში ჩადიოდა თუ მანამდე ამაში ცოტა ვერ მივხვდი. შეიძლება სისხლის დასალება ჩადიოდა უგულავა ლონდონში. მოდი ეს ვერსია განვიხილოთ. არის ვერსია. იმედისთვის იქნება საინტერესო აი ამის გაშლა ხო იმიტომ რომ ხო და ნუ მაგრამ მე ვიტყვი რომ ეს თვითონ თვლიან რომ აწყობთ რომ ორი პარტია იყოს მიხვდი კი თქვა ნახე როგორ თქვა რომ ეს სოფლიოში ესეო და მოდი ამას შევეგუოთო რომ ორი პარტია არსებობს რა ასე უნდა ჩამოყალიბება უბრალოდ იცით რა არის ამ ქვეყანაში 51 უფრო სამარცხვინოა დღეს ანუ გამორიცხული არა იმიტომ რომ გასაგებია ყველა პარტიას თავის ცოდვა აქვს მაგრამ ერთი და უმთავრესი არასოდეს ეჭქვეშ არ დამდგარა წინა ხელისუფლების პერიოდში და ეს იყო ამ ქვეყნის პოლიტიკური ორიენტაცია და არასოდეს ეჭქვეშ არ დამდგარა რომ ამ ქვეყნის არჩევანი იყო ევროპა და ცივილიზებული სამყარო და ბოლო კაცო ევროპარლამენტარებს უჯერებდნენ რომ რაღაცა კრიტიკა რომ მოდიოდა ახლა ნუ 2007 წლის 7 ნოემბრის მერე პრეზიდენტი გადადგა ხო ზუსტად რასაც გვახსენებენ სულ ანუ 7 ნოემბერს ხო სულ გვახსენებენ და ნოემბრის დღეს ჯერ ხო რამდენჯერ 7 ნოემბერი მოგვიწყვეს მაგრამ მაშინდელმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ჩათვალა რომ შეცდომა დაუშვა და გადადგა ანუ ისევე როგორც მე გადაწყვიტა რომ იმიტომ რომ პოლიტიკოსი იყო გასაგებია განსხვავებით ბიზნესმენები მე შემდეგ გადაწყვიტა რომ ის უნდა ყოფილიყო ის პოლიტიკოსი რომელიც მიშას ხო ქონდა ეგ ამბიცია რომ პირველად ყოფილიყო რა ანუ ქონდა მიშას ეგ რა პირველად აი ეგრე წავიდა რა პირველად საქართველოს ისტორიაში არჩევნები გადააბარა ანუ არჩევნები წავიდა ნუ ეგ წავიდა მე უნდა წავიდე პირველად ეგრე და წავიდა ეგრე ნუ მოკლედ ამიტომ ზოგადად ეხა ხო რაღაცა გაცილებით უფრო მეტი და მოახერხეს თაობის დაკომპლექსება მე ხა ბავშვებთან ხშირად ვარ და მოახერხეს თაობის დაკომპლექსება არასწორია და ეხლა ამ კომპლექსების დრო არ არის მე ამას სულ ამბობ რა იმიტომ რომ აი ქოცების პირობებში ნაცებზე ნუ არ ვლაპარაკობთ იცი რა უნდა კითხო ეხლა შენ ბევრი ამბავი მოგდის და აი ეს მაგალითად ხო ეხლა დიდი ჩინოვნიკები კაი ნუ გასაგებია მაგრამ ისინიც ნერვიულობენ ხო ანუ რაღაცა ბიზნეს რაღაცა ხუშტურებს უნდა გადაყვნენ და თავიანთი ცხოვრება უნდა დაინგრიონ აი რიგით ჩინოვნიკებზე აი რიგითი პოლიციელი მაგალითად ხო დგას ხო ნახეთ როგორ არის თქვენ ახლა რა დროს ადარებთ ანუ თუ იმ დროს ადარებთ მათ შეიძლება აი ცოტა ქართული ოცნების პირობებშიც კი ცოტა ხნის წინ რეალურად იყო ის ინერცია წლების ინერცია რა აი მაგალითად სიტყვაზე ავიღოთ ბესელია პირობითად რა ბესელია ხო არ ითვლება რიგით პოლიციელად მაღალჩინოსანი პოლიციელია ბესელია წინა ხელისუფლების სპიკერი იყო მისი ლამაზი გარეგნობის გამო ანუ უბრალოდ სპიკერი იყო ახლა და წინა ხელისუფლების ამბებს ნუ მასწავლე აბა რა შესაბამისად ანუ იყო სპიკერი რა ანუ მეტი პერსპექტივა მას ყველაზე მაქსიმუმი რასაც მიაღწია კონკურენტულ გარემოში იყო ეგ დღეს ის ცხოვრობს ძალიან კარგად. მე ვიცი რომ მისი შემოსავალი არის ძალიან სუყე და ანუ აჭარის მთავარი პოლიციელია. ანუ ამაზე მაღალ რანგს ვერ მიაღწევს. შესაბამისად, ამ ვერც მიაღწევს ამაზეც. ანუ დასაკარგი აქვს რა. ანუ რაზე დგას ბიძინა ივანიშვილი? საშუალო სტატისტიკურ ტიპებს მისცა უმაღლესი ძალაუფლება, რაზეც ვერც კი ოცნებებდნენ. და შესაბამისად, იმათ ჩასაბღაუჭებელი აქვს. ანუ ეს არის ყველაზე მაქსიმუმი. აი პირობითად სისხლის მსმელ ნაცებს ხო რა ქონდათ რა ყველა წავიდა სხვა ქვეყანაში საუკეთესო სამსახურები იშოვეს ანუ ჩამოგითვლით ახლა სახელებს და გვარებს დააწყებული ყველაზე სისხლის მსმელი ზურა ადეიშვილით დამთავრებული არ ვიცი ყველაზე ნაკლებ ანუ ყველა წავიდა სადღაც მაღალი რანგის და მათ შორის ნიკა გილაურიც ხო მაშინდელი ნაცების პრემიერ-მინისტრი იყო და წავიდა რეფორმებს ატარებდა სხვა ქვეყანაში და მილიონი ხარ რამდენი ჩამოთვალ რისი პერსპექტივაც არც ერთ კოდს არ აქვს ახლა თქვენ წარმოგიდგენთ რომ ირაკლი ყობახიძეს deep state სადმე მიიწევს რამე რეფორმებისთვის ხო შანსი არ არის და შესაბამისად ამათ ჩასაბღაუჭებელი აქვს მეტი და თან ამ რეალობაში ისე გაშავდნენ რომ აი წარმოიდგინე შინაგან საქმეთა მინისტრს აქვს
ორი ყველაზე მწვავე სანქცია. ანუ არ არსებობს ამაზე სასტიკი მაგნიტური, საიდანაც მთელი ცხოვრების განმავლობაში ვერ ამოვა და ბრიტანული სანქცია, რომელიც ანუ არ ვიცი ხა, ეგეთი არ არის საკონტროლო გასროლა, ანუ ვეღარასოდეს კი არ ყვარებია თუმრე მე მითხრეს რომ არ დარდობს მაგაზე, იმიტომ რომ არ უყვარს ზოგადად თუ ეს ბარათი და საბანკო სისტემა, ვისაც კეშიც ხარობს და ანუ ეგ გავიგე, მაგრამ ამით ესე ხო დიდხანს ვერ ხუჯა ფულებით დადისკენ. ანუ ვისაც არ უყვარსო ეს საბანკო სისტემა, ამაზე ხო არ დგას რომ საბანკო სისტემა არ უყვარს და ერთი ნაწილი ეს არის, მაგრამ არსებობს მეორე ნაწილი, მე მაგალითად მითხრეს და ვიცი რომ ერთ-ერთი პოლიციის მაღალჩინოსანი არის ძალიან მწვავე დეპრესიაში, რომელიც ძალიან ცუდ ამბავში მოყვა ეხა რა. ანუ არსებობენ ისეთი ადამიანებიც, რომლებსაც სინამდვილეში ეს ყოფილი აწუხებთ, ჩაყოლის ამბავი აწუხებთ რა. კი, ეს დეპრესიული ფონები აქვთ, ანუ ხო აქვთ, აი სიტყვაზე უკვე რომ გაშუქდა და პერსონალური გაშავება მუშაობს ყველაზე გავლენიან პოლიციელზეც კი. ყველა დროის, რომელ დროშიც არ უნდა ყოფილიყო, პერსონალური გაშავება მორალურად ანგრევს ყველა პოლიციელს. გამორიცხულია რა. ხო, იმიტომ რომ ეს იმას ხო ჩვეულებრივ ცხოვრებაც აქვს, ხო, გამოდის. თან ეხა როცა ახალგაზრდა ხარ, წარმოიდგინე, როცა ძალიან ახალგაზრდა ხარ და იცი რომ არავინ არსად არ გაგიყოლებს რა. შენ იმ თვითფრინავში არ აღმოჩნდები, რომელი თვითფრინავშიც შეიძლება ვიღაც სადღაც გაფრინდეს, უეჭველი არ აღმოჩნდები და თან ამის გამოცდილება უხელის წარსულშიც ხო იყო არა? ხო, როგორ მოხდა მე ადამიანების თვითგადარჩენა, მათ ხო იციან. ეს სტრუქტურის ადამიანები ერთმანეთს კარგად იცნობენ წასულებსაც, სხვა ქვეყანაში თავშესაფარი ვინც მოითხოვა, ისინიც კარგად იციან და იციან რომ ყოველს თვითგადარჩენისთვის ბრძოლა მოუწია და ეხა. ხო, სისტემის ხალხი. ხო, სისტემის ხალხი გულისხმობ. შენი მე მგონი ინგა გრიგოლიასთან ვარ სწორად. არა, მე ხო შენ ესე წვრილმან რაღაც ამბებიც ხო გაქვს ისეთი საინტერესო ეს ძალიან საინტერესო ფაქტი იყო რომ ადამიანი უკვე ფსიქოლოგიურად გატეხილია და ესე უნდა მოხდეს. აი ფსიქოლოგიურ გატეხვაზე უნდა თქვა მიუხედავად აი ირაკლი კობახიძემ იკადრა და დასცინა სხვა ადამიანს მორალურ ანუ მენტალურ პრობლემებზე რა. გვარამიას. ხო, გვარამიას ძალიან სამარცხვინო და ამაზრზენი იყო. მენტალურ პრობლემებზე არ დასცინიან არავის. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენც ვიცით რაღაცაები რა, ჩვენ ცხოვრობთ ამ ქვეყანაში, ყველამ ვიცით ერთმანეთის ფსიქიატრის სახელი და გვარი და ყველამ ვიცით ვინ რა დიაგნოზით მოძრაობს. ზოგს კლინიკა სახელზე აქვს. ხო. მე მაგალითად ზოგს კულუარულად ამბები, ანუ ჩვენ ხო სინამდვილეში არ ვკადრულობთ იმას, რასაც ქოცები კადრულობდნენ. არ ვკადრულობთ რა. ეს არის ჩვენი პლუსიც და მინუსიც. მინუსი იმიტომ რომ გბიჭირს, ამათთან ბრძოლა, იმიტომ რომ ისინი მაინც კადრულობენ და კადრულობენ პლუსი იმიტომ რომ ჩვენ მორალურ ჯებირს არ ვანგრევთ რა. ანუ ჩვენ ამას არასოდეს ვიტყვით რომ ვიღაცას მკერდი მოაჭამა. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ვიცოდეთ რომ მოაჭამა. და შეიძლება უარესებიც ვიცით. მაგრამ არ ვიკადრებთ. ხო, ნუ ეს ირაკლი არ ვიკადრებთ. არ შეიძლება ეს ირაკლი, არ შეიძლება ეს ცხოვრება. ძალიანაც არ გაგვაფრესო. ეს შეიძლება. ხო, მე სასამართლო, საინტერესო სასამართლოს ხდომა ხოდა შენ პირადი. ანუ სასწაული. ჯერ ხო სხვებზე ხარ ძალიან გადაყოლილი შენი ფონდით, ნუ ფონდზე ვისაუბრებთ. ანუ ჩემთან შემოვიდა პოლიციელი მბრალდებელი გოგო, ხალხნო. ვერ წარმოგიდგენიათ რაზე გელაპარაკებით, ანუ მე ეგეთი გემრიელი პლასაიზი. ვერ არ მჯეროდა, მეთქი ახლა ეს დაჯდება და მე ბრალს თუ როგორც არის. ბოლომდე ვეკითხებოდი, თქვენ პოლიციელი ხართ უკაცრავად კი, ანუ ეგეთი ლამაზი, ეგეთი მწყობრით, ეგეთი გემრიელი ტანით. მე მთელი პროცესი ვეუბნებოდი, რა გინდა პოლიციაში. აბა გასიკეთე მოვიდა რა, წადი მოდელად რა. წადი საერთოდ მოდელად, აი ულამაზესი, აი მართლა ძალიან. ხო, ანუ შენ წინააღმდეგ გაძლევდა ჩვენებას რეალურად. ხო, მიმტკიცებდა რომ მე კანონი დავარღვია. რა კანონი დაარღვიეს იქ გზა გადაკეტე. ხო, გადავკეტე. ანუ მართლა გადაკეტე, ანუ დამნაშავე ხარ. კი, აღიარებ დანაშაულს. კი, ვაღიარე დანაშაულს. მოსამართლე მეძახის რომ მოდიო რომ განახო ვიდეო. და ეს არ გამომიგზავნეს და გამომიგზავნეს საქმის მასალები, სადაც იყო ჩემი 12 პასპორტის ფოტო. სასტიკი. ანუ როგორი სასტიკი ფოტოა და ვიძახდი რომ ჩემზე მორალური წნეხია ახლა უნდათ რომ დაგანგრიეს. დაგანგრიეს ისეთი ფოტოები მონახეს ჩემი რომ აი დამანგრიეს და მე რომ მეხუმრობდი რომ მტკიცებულება არ გავამჟღავნოთ თქო დავხუროთ სხდომა თქო და იქ გვანახეს უკვე ეს ვიდეო და მოსამართლე იყო იმ პროცესს ანუ გახსოვთ რესტორანში რო დავხვდით მოსამართლეებს ხო მეცნობა ეს კაცი ვახ ვიფიქრე ეს იყო იქ უეჭველი ვფიქრობ იმიტომ რომ იქ აქციას უწყობდით იქ ჭამა არ ვაცადეთ და ნუ ხო უნდა ვეზიძღებოდა რა ყველა ლოგიკით არ უნდა ანუ მინიმუმ არ უნდა უხმარდა რა ხო და ბოლოს მითხრა რომ არ გინდა ნანუ ქავტონ ნანა პასპორტით ნახოთ თქვენი ვიდეო და უკვე ვიცი რა საშინე ვიდეო დავანახო და რო ვანახე ვიდეო ნუ მითხარი რა რა ხდებოდა ვიდეოში ანუ თქვი ხომ 5000 ლარიანი ვიდეო არა
გირდა ხო? ანუ შუა გზაზე ხალხო მოდით. გადაკეთე. ადრე 500 ლარი იყო გადაკეთე. აი მე მომისწრა მაგან კანონის შეცვლა. გაძვირება. კი, გაძვირეს ხო? ხო ეს გასაგებია რა ხუმრობა, მაგრამ სინამდვილეში ეს არის უდიდესი ფინანსური წნეხი ახალგაზრდებზე, რომლებსაც არ აქვთ არანაირი შემოსავალი. და თან არის იცი ეს შენი ფონდი ძალიან ბევრი ადამიანს ეხმარება. ხო, ვიტამერიდები დაყადაღებებს, ანუ ჩემი დაყადაღება არ შეიძლება. ჩვენი ონისეც ხადადაც საპატიმროშია და ნუ ყველა პატიმარს კი დაეხმარეთ და ნუ ამისთვის ძალიან დიდი მადლობა გვინდა ჩვენი გუნდის სახელით გადაგიხადო, იმიტომ რომ ქვია ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ საერთო საქმეს ვაკეთებთ ყველა ახლა. კი და ზოგადად ამ შენ ფონდს ალბათ ახლა ძალიან ესე უტრიალებენ რა. ამოატრიალეს მართლა თავდა. ეს თავში იყო მომწერეს და მითხეს რომ ფონდი გაიტანეს, შენი პირადი ანგარიშები გაიტანეს, ყველაფერს ნახულობენ. შემდეგ უკვე მეორე ნაწილი იყო ის რომ ყველა ლილოსში თუ რამე ფული გადამირიცხავს, ყველა ლილოს გამყიდველი წაიყვანეს პროკურატურაში. ყველა აბსოლუტურად და ნუ ერთი საერთოდ არ არის სახუმარო ტელეფონები არ დაუბრუნეს მართლა ყაჩაღებმა. ხო. და მეორე ნაწილია ის რომ იქ ეძებდნენ რაღაც რეზბა. ვეუბნები რომ რეზბა რა არის? ეს გაწავრომ მირეკავს, აი რეზბებს ეძებენ, ვერ გავიგეს რეზბა რა იყო. მაგრამ სინამდვილეში ამათაც ანუ იქაც ამბავი განეკავა. რეალურად ეძებდნენ ფეიერვერკები თუ ქონდა ნაყიდი, ხო? დადიოდნენ ნანუკა ხომ არ ყოფილა ესე აბა. არა, იცოდნენ მისამართები მე სადაც მქონდა ჩარიცხვები და იმათი გამყიდველები წაიყვანეს პროკურატურაში 7 საათიანი 8 საათიანი დაკითხვებით. შენი ფონდი ხა რეალურად რამე რო უკნან ადგები და სხვა ფონდს გააკეთე. და სხვა მიხვდნენ ალბათ მაგას რა. თან სინამდვილეში მანდ ეძებდნენ ალბათ მსხვილ შემომწირვალს და ნუ ეხა ეგ ხო ძალიან ღიაა რა, ნუ ძალიან ღიაა და საბოლოო ჯამში მე მგონი მიხვდნენ რომ აზრი არ აქვს. ეხა ერთი ფონდი დახურო, მეორე გაკეთება, მეორე დახურო, მესამე გაკეთება რა აზრია. ხო. კაი და იცი რა მაინტერესებს ეხლა აი ეს თვითონ ზოგადად არის ხოლმე ბევრი ეს აი ხო ყოველდღე ხო იმართება აქცია ხო ანუ აი ეხლა რომ ვაკვირდებით ხო აი უცბად რაღაცა დღეს რაღაცა ცოტა ხალხია და რაღაცა ვერ ახარისე და რაღაცა და უცბად ამ დროს ხელისუფლება რომ დაინახავს რომ უი ცოტა ხალხია რაღაცა ისეთ დააბრეხვებს რომ მეორე დღეს მოდის სხვა ხალხი რაღაცა ადამიანი აი ხო ხტები და ანუ არ მილევის რეჟიმში არაფერი არ ეტყობა ამ აქციებს ხო ერთ იმას რა Facebook-ში შემეგობარს ეწერა ესეთი სტატუსი რომ წარმოიდგინოთ ხართო პატიმარიო და საპატიმროში ხართო და ერთ დღესაც ტელევიზორი ჩართეო და ნახეო რომ გზა არ გადაიკეტაო რა და ეს ისეთ ამან იმხელა გავლენა მოახდინა ჩემზე რომ ერთ დღეს ვიყავი 4 ადგილას ოღონდ იცით როგორ 4 ადგილას სეუს შეუგზავნეს პოლიციელები იქ მივარდი ანუ აქტიური ანუ იქ სადაც ხარ აქტიური რომ ხარ ანუ უბრალოდ მარშზე არ ვიარე რა ანუ ემოციების დახარჯვა და ენერგიების დახარჯვა მომიწა და აი მეოთხე უკვე ბოლოს დაფიონის მარშზე რო წავედი და იმ გონია რომ მოკვდები და უცებ აი გამახსენდა ეს სტატუსი რომ წარმოიდგინე რომ ხარ პატიმარი და ერთ დღესაც არ გადაიკეტა რუსთაველი და ეს იყო ჩემი როგორ გითხრა მოტო იმისა რომ არა მოდი 1 საათი მაინც წავალ მაგრამ სინამდვილეში მაინც ჩვენი მამოძრავებელი არის ხელისუფლების დამოკიდებულება ქვა აი მაგალითად როდესაც ყობახიძე გამოდის და ამბობს კადრულობს და აუცილებლად ეს თემა ამ თემას უნდა შევეხოთ მზიას როდესაც გამოდის და კადრულობს რომ აი მზია სააკაშვილი 2-ია ანუ ყობახიძე ამისთვის უნდა დაისაჯოს. არასოდეს ყობახიძე არ უნდა იღირსოს, რომ აი ეს მისი პროგნოზი გამართლდეს აქციის დაშლასთან დაკავშირებით და მზიათან მე არ ვიცნობ მას, მაგრამ აი როგორც მიხსნიან, ძალიან ისეთი ამაყი, ძალიან ღირსეული ადამიანია, რომელიც არ იწუწუნებს თურმე, რაც უნდა ცუდად იყოს, როგორც ამიხსნეს, არ იწუწუნებს თურმე თავის მდგომარეობაზე. და თქვა ძალიან საინტერესო რაღაც, იმიტომ რომ ხალი 12 იანვრიდან შიმშილობს. დიახ. და გამოვიდა და თქვა რომ მზია ამახლობელი საკმაოდ ნორმალურად გამოიყურება. რატო? იმიტომ რომ მზია კულტურული ადამიანი, რომელსაც კითხეს როგორ ხარ და კარგად უკვე სხვა ნუ კირილი არ დაიწყო ხო? აი რას ეთყოდა ხო? და მიუხედავად ამისა და ანუ ამით სარგებლობენ მიუხედავად დღეს უკვე ამბობენ ადვოკატები რომ მოძრაობა აღარ შეუძლია. და უკვე მას ძალიან ეთყობა რომ მისი მდგომარეობა უკვე არის საგანგაშო. და ყველაზე მნიშვნელოვანი ანუ მიშას დროს სწორი რეაგირება ვინ გააკეთა ნინო ლომჯარიამ. და ნინო ლომჯარიამ სწორად შეკრა ეს ექიმების ჯგუფი, კი, სწორად შეკრა და ამას მე თვითონ ზუსტად იგივე განგაშია ასაწევი აქაც. უნდა შეიკრეს ექიმების ბორდი, სანდო ექიმების, კომპეტენტური ექიმების, მაგრამ ეს უნდა გააკეთოს ანუ ყველაზე უმორალო სახალხო დამცველმა, რაც კი ყოლია საქართველოს ისტორიაში. ლევან იოსელიანს მოუწევს
რომ მზიასთან რაღაცა ეს ერთობა ექიმების გააკეთოს. რა და მოახდინოს? სხვათა შორის რაღაცა შე სტატუსებს ხშირად პასუხობს ხოლმე ლევან იოსელიაძე. აი რატო არ ვიცი რატო ჩემი პლატფორმა. ხო, მიმართულებით აქტიური. სიტყვაში მოუდება, იქ შემოსვლა, დაწერს კომენტარს, მე აქედან ეცემიან, გაბრდღუნიან შუაზე და მე ანუ მართლა ვერ ვიგებ, რატო ამომიჩემა? როგორ შეიძლება აი სახალხო დავცვლა თქვას ესეთი ფრაზა რომ არჩევნების გაყალბების ერთი ფაქტიც ვერ დავინახეო. აი ერთი ფაქტიც კი ვერ დავინახეო. წარმოგიდგენიათ, ანუ მარნეულში ადამიანი ხო აი ის ესე ჯაჭი ასე როტერიდათ ასე აი ეგ ვერ დაინახარ. აი და შეიძლება ეგ ვერ დაინახა. ანუ აქ კანონდარღვევა შეიძლება კანონდარღვევა ვერ დაინახა. ხო და ნუ აი სასწაულია. აი ხო შეიძლება რომ ცოტა ისე აი ზღვარზე ითამაშო რა. აი შეიძლება იყოს მთავრობის კაცი. შეიძლება. ჩვენ კი ხელს არავის ვადებთ, მაგრამ ხო, ეხლა ლევანი ხო. ხო და ზღვარზე რო ითამაშო, რომ ისეც თქვა და ასეც. ასეთებიც ხომ ყოფილან. კი, ეგეთებიც ყოფილან. მე შენს ეთერს გამოვიყენებ, რომ მივმართო პატიმრებს. ჩემს ეთერსაც ყოველთვის ვიყენებ და ყველა პლატფორმას ვიყენებ ამისთვის, იმიტომ რომ მე ვიცი, რამდენად მნიშვნელოვანია საკანში მყოფი ადამიანისთვის იმის პირობა, რომ ბრძოლა იქნება ბოლომდე, მანამდე ვიდრე ბოლო პატიმარი იქნება ციხეში. მანამდე ვიდრე პატიმრები საკანს არ დატოვებენ. ამის პირობას დებს აი ის ნახევარი საქართველოზე მეტი. მე არ მიყვარს ზოგადად მთელი საქართველოს სახელით საუბარი. მოდი თქვათ ის რამდენი ჩვენ ვართ და ვართ მათზე გაცილებით უფრო მეტი, ვისაც ეს არ უნდა და შესაბამისად მე კიდევ ერთხელ პირობას მოგიკითხავთ ყველას, იცოდეთ რომ გვახსოვხართ და იცოდეთ რომ ყოველდღე ვართ რუტინაში ჩართულები, რომ თქვენი ყოფა იყოს უკეთესი ვიდრე არის. თავისუფლება მზიას, განსაკუთრებით ახლა თავისუფლება მზიას. ძალიან დიდი მადლობა ნანუკა მინდა წარმატებები გისურვო. უღრმესი მადლობა ნანუკა ინგა გრიგოლიას ეთერი. პოსტელი მაყურებელო ამით ჩვენი გადაცემა დასასრულს მივახლოვდა ერთმანეთს შევხვდებით ზუსტად ერთ კვირაში ახლა უნდა გავიქცე კოცებს უნდა გავუარო კიმბერლი ლოუ მიყავს ჩებურეკი უნდა ვაჭამოთ იქნება ცხელმა ჩებურეკმა მაინც დაათბოს ჩვენი და ამერიკის ურთიერთობა გაციებული ურთიერთობა და გადაცემის წარმოდგენია PSP